საათზე უგულო. მარიკა არევაძის საავტორო გადაცემის. უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ტრადიციულად ხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივში გადაცემით უსამართლო სასამართლო მარიკა არევაძესთან ერთად და დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ და გავშლით რევაზ კიკნაძის საქმეს მის ადვოკატთან გუჯა ავსაჯანიშვილთან ერთად. გუჯა, მოგესალმები, მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. რეზო კიკნაძე არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ რეჟიმის პატიმარი, რომელიც დაკავებულია სწორედ იმიტომ, რომ უყვარს ეს ქვეყანა და იბრძოდა თავისუფლებისთვის. თუმცა მას სისხლისამართლებრივი ბრალი აქვს წაყენებული ამავდროულად და დღეს მინდა გადაცემაში ვისაუბროთ და ჩვენს მსმენელს ავუხსნათ თუ რა ბრალი აქვს მას წაყენებული და რამდენად მტკიცდება ეს ბრალი საქმეში არსებული მტკიცებულებებით. რევაზ კიკნაძეს წარდგენილი აქვს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა 225 მუხლით. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ როდესაც საქმეზე ჩავერთეთ, ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ, გამოძიება ჩავატარეთ ისევე, როგორც ბრალდების ხარეს აქვს გამოძიების ჩატარების უფლება. დანიშნული არის რევაზ კიკნაძეზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, მაგრამ საინტერესო გარემოება არის ის, რომ მხოლოდ ვიზუალურ ნაწილში სვავს გამოძიებელი კითხვას არის თუ არა ის ადამიანი რევაზ კიკნაძე, მაგრამ არ ეკითხება მაგალითად რა ნივთი უჭირავს ხელში, არის თუ არა ეს ნივთი მყარი ნივთი და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ჩვენ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი შეგვიძლია დავუსვათ არა მარტო ვიზუალთან დაკავშირებით კითხვები, არამედ ნებისმიერი იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჩანს ვიდეო მასალაში. და აი გამოძიებელი, როდესაც მოდის დაკითხვების დროს და შემდგომ სასაცილო მდგომარეობაში, რადგან იგდებენ თავს, არის ის, რომ ჩვენ ვეკითხებით, მაგალითად, აი თქვენ რომ ედავებით, რომ ეს რაღაც მყარი ნივთი ეჭირათ, საიდან იცით, ხო, ეს არის თუ არა მყარი. აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხს ვერ ცემს, იმიტომ რომ არანაირი ექსპერტიზა არ არის. მაგალითად, აღნიშნულმა პიროვნებამ გამოძიებელმა, რომელიც დაეკითხა, კითხვაზე გვიპასუხა, რომ მყარი მძიმე ნივთი იყო. უსმოთ კითხვას, ექსპერტიზისთვის არ დაგისვავს ეს კითხვა და აი მძიმე რო იყო მაგალითად, საიდან იცი რომ მძიმე იყო, ან რას ეძახი შენ მძიმეს, არის თუ არა ეს შენი სუბიექტური აღქმა. და ვიდეოში რეალურად ედავებიან რომ ქვა ისროლა და არანაირი ქვა არ ჩანს, ეს ერთი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება რაც არის, არც სროლის ფაქტი არ ჩანს. თეთრი ნივთი, რომელიც სავარაუდოდ არის ერთჯერადი ხელსახოცი, ვარდება დაახლოებით 30 სანტიმეტრში, არანაირი არც სპეცრაზმოლის მიმართულებით და არაფერი. აქედან გამომდინარე, ჩატარებული გამოძიება არის ძალიან სასაცილო, არა მარტო რევაზ კიკნაძის მიმართ, არამედ ყველა ბრალდებულის მიმართ, ვინც ამ кейსში არის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ გამოძიებლები, როდესაც მოდიან, რეალურად შუქდება ეს მედია საშუალებით, ისეთ ალოგიკურ კითხვებს, ისეთ ალოგიკურ პასუხებს ცემენ კითხვებზე, რომ ჩანს რაოდენ იტყუებიან ამ кейსში. იცით რა არის? ანუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რა მტკიცებულებები აქვს ზოგადად წარმოდგენილი პროკურატურას, გამოძიებას და რამდენად ადასტურებს ბრალს. აი თქვენ ახსენეთ ახლა, რომ ხელში ეჭირა სავარაუდოდ თეთრი წყვილსახოცი, რომელიც იქვე ჩავარდა. თუ დავებიან, ასე ვთქვათ, ძალადობას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, მინიმუმ ავთენტური მტკიცებულება უნდა იყოს წარმოდგენილი, ხო, რომ ვიდეოში თუნდაც ჩანდეს, რომ რაიმე გასროლა მოხდა კონკრეტული მიმართულებით მოხდა, ვინმეს მოხდა ეს გასროლილი ნივთი, ვინმემ დაზიანება მიიღო, არის ამ საქმეში პირი, რომელსაც დაზიანება აქვს მიღებული, ან არის ამ საქმეში ისეთი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ნამდვილად რაღაცა მყარი ნივთის გასროლა მოახდინა კონკრეტული მიმართულებით თუნდაც. ანუ ძალიან საინტერესო გარემოება არის ის, რომ მე სინდისის პატიმრებს 4 სინდისის პატიმრებს ვიცავ, ხოლო ამ მიმართულებით, სადაც რევაზ კიკნაძეა, 3 პირს ვიცავ და აღსანიშნავი არის ის, რომ მაკვალიფიცირებელი გარემოებისთვის ჩვენ გვჭირდება ჯგუფურობა. ჯგუფურობისთვის კიდევ გვჭირდება ის, რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან ან შეთანხმებული ყოფილიყვნენ, ან ორგანიზება გაეწიათ, როლები ქონოდათ გადანაწილებული და ასე შემდეგ, ხო? რეალურად პირველი 225 მუხლისთვის რაც ჩვენ გვჭირდება, რომ ჯგუფურობის ელემენტი და ჯგუფის ორგანიზატორი, რომელსაც კონკრეტულ პირებს მოიაზრებენ, მინიმუმ კონტაქტი უნდა ჰქონდეს ამ ადამიანებთან და ჩვენ ვიცით ხა იურისტები ვართ, რომ ელემენტარულად შესაძლებელია სატელეფონო ანძების ამოღება, რომლითაც დადასტურდება ეს ადამიანები ერთ და იგივე ლოკაციაზე ოდესმე თუ ყოფილან მაინც, ხო? ამ მსგავსი რამე არ აქვს ბრალდების ხარისხ გაკეთებული. ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთს რომ იცნობდნენ, ერთი SMS-ი მაინც უნდა ქონდეთ მიწერილი, ან სატელეფონო ზარი მაინც უნდა იყოს განხორციელებული, ან
Facebook-ზე, სოციალურ რომელიმე ქსელზე მინაწერი უნდა ერთი ლაიქი მაინც უნდა არსებობდეს, რაც ამ ადამიანების Facebook-ები, მობილურები ამოღებული არის და ვერ დასტურდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ 225 მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, სადაც ჯგუფი გვჭირდება, რეალურად ვერ ვიღებთ ობიექტურად და ეს ბრალდების ხარემაც იცის. რაც შეეხება დანარჩენ გარემოებებს, რაც თქვენ კითხვები დასვით. მაგალითად, საქმეში მოდიან ვითომ დაზარალებულები, რომლებიც დღეს მდგომარეობით ვერ გვეუბნებიან უშუალოდ ამ პირებმა, რეალს კიკრაძემ კი არა, რომელიც დარბაში ზის, რომელიმე თუ მიეყენა დაზიანება. ეგ კი არა, იმდენად სასაცილო პროცესში ვიმყოფებით თუ სატირალში არა, დამკავებელი პირი მოვიდა ერთ-ერთ ბრალდებულზე, რომელზეც თქვა, რომ ხედავს იმ ადამიანს და ამოცნობა შეუძლია და საერთოდ ის ადამიანი იმ დღეს პროცესზე არ იმყოფებოდა და ისეთი აცდენები არის ჩვენებებში, მაგალითად დაზიანებული პირი იძახის, რომ მე სასტრაფოს მანქანით კი არ გადამიყვანეს, თვით დინებით შევედი ოპერატიული მანქანით და შემდგომ ჩვენ მას წარუდგენთ სამედიცინო დოკუმენტაციას, როდესაც იქ წერია, რომ სასტრაფოს მანქანით არის შეყვანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი სისხლისამართლის საქმეში დაჭირდათ პიროვნებები, ვინც უნდა ყოფილიყვნენ დაზარალებულები და ეს ოქმები გააკეთეს, თორე როგორ შეიძლება ადამიანი სასტრაფოს მანქანით გადაგიყვანონ, აი რა დრო უნდა გავიდეს და არ გახსოვდეს, რომ შენ არა ოპერატიულ მანქანაში, არამედ სასტრაფოს მანქანაში შეკიდე. თან დაზიანების ხარისხი ისეთი არ იყოს, ხო? აქ ჩვენ საუბრობთ ნაკაწრებზე და ესკორაციებზე, რომ ან მეხსიერებაზე მოქმედდეს ან რაღაცა და кейში არაერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ჩვენ ობიექტურად ვამტკიცებთ იმას, რომ ან სამედიცინო დაწესებულება იტყუებოდა, როდესაც სამედიცინო დოკუმენტაციას გასცემდა, ან პირი, რომელიც დაზარალებული სტატუსით გვევლინება. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ლაფსუსი, სამართლებრივი ლაფსუსებიც მაგალითად, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ თუ სამედიცინო დოკუმენტაცია არის, უნდა მოხდეს მისი ამოღება, ხო? რეალურად ჩვენ საქმეში გვაქვს ის, რომ განცხადებით მიმართავენ და ნებისმიერ სხვა სისხლისამართლის საქმეზე ასეთი სამედიცინო დოკუმენტაცია არის დაუშვებელი მტკიცებული. და ამ შემთხვევაში არ იყენებს სასამართლო იგივე მიდგომას, რომ თუნდაც ამ ნაწილში იგივე ფორმალური სამართლებრივი პრობლემები სადაც არის, დაუშვებლად ცნობს მტკიცებულებები, ასეა? ნახეთ, უფრო უარის გეტყვით, რევას კიკნაძის საქმეზე, მაგალითად, მე როდესაც ჩავერთე, განცხადება დავწერე მასალების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ეს იყო 6 დეკემბერს და მათ ჰქონდათ 72 საათიანი ვადა, რომ ეს მასალები ჩემთვის გადმოეცათ. 6-ში, 7-ში ეს არ გადმომცეს აღნიშნული და ეს განცხადებაც საქმე რეალურად გააქრეს, მაგრამ მე ხომ ვიცი სისტემა როგორ მუშაობს, ამ განცხადებას, როდესაც ამ სპეციალურ ყუთში, სადაც უნდა მოათავსო, CKVD-ში ვათავსებდი, ერთი მოწმე ესწრებოდა და ვიდეოს ვიღებდი. აქედან გამომდინარე, ის რომ ეგ განცხადება საქმიდან არის გამქრალი, მეტი არაფერი არ არის, ვიდრე გაყალბება. ასევე მნიშვნელოვანი არის. აი, ესეთი გარემოებაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, მე რო არ დავიწყდეს, ამასაც გათქმევინებ, რა თქმა უნდა, არის თქმაც გსურდა. რეზოს შემთხვევაში დაკავების ნაწილშიც არის რიგი დარღვევები, ხო? განსხვავდება ის სხვა დაკავებებისგან, კონკრეტულად მისი დაკავების ადგილი არის სავარაუდოდ გაყალბებული და რამდენად ასეა და რა ადასტურებს ამას. ხო, აი ნიკოლოზ კაციას შემთხვევაშიც ასე არის, დაკავების ადგილი სხვა აქვთ მითითებული და რეალურად სხვაგან იყო. მოცემულ შემთხვევაშიც რეზოს საქმეში რა ხდება და რამდენად სწორია და მე რამდენად დასტურდება მისი დაკავების ადგილის სიყალბე. ნახეთ, ამ კითხვაზე პასუხი ხომ რა თქმა უნდა გეტყვით, მაგრამ მნიშვნელოვანი გარემოება არის, რატომ დაჭირდა ხომ მსმენელი, როდესაც უყურებს მაყურებელი, რატომ დაჭირდათ რევას კიკნაძის დაკავების ადგილის გაყალბება. ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის ეს, იმიტომ რომ სადაც უნდათ ხო რეალურად იქ დაგაკავებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენ გავაცნობიეროთ, რატომ დაჭირდათ ეს. იმიტომ რომ ამის შემდგომ, როდესაც ჩვენ ვიცით, რატომ დაჭირდათ, უკვე ის მტკიცებულებებიც, რა თქმა უნდა, უფრო ლაგდება. რეალურად საქმეში იყო კოორდინაციის მხრივ აცდენა. ჩვენ ვიცით, რომ პროკურორი გამოსცემს ან დადგენილებას, ან რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, ან განჩინებით მიმართავს სასამართლოს, შემდეგ ოპერატიული ჯგუფი მიდის და აკავებს, ხო? მაგრამ რევას კიკნაძის საქმეში მოხდა ის, რომ პროკურორს უნდა შეეტანა ბატონ ვახტანგს შუამდგომლობა რევას კიკნაძის დაკავებასთან დაკავშირებით. ეს როდესაც შეიტანა, ბატონმა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავების უფლება ჰქონა, მიიღო ბევრად გვიან, ვიდრე ელოდა. მაგრამ ოპერატიული ჯგუფი უკვე რევას კიკნაძესთან გაშვებული იყო. ოპერატიულმა ჯგუფმა იმდენივე რეაზროვნა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით დაეკავებინა, რადგან მის უფროს ნათქვამი ჰქონდა, რომ განჩინებას ველოდებენ. მივიდნენ ადამიანი დააკავეს მეტროს სადგურში და დადგნენ იმ მოცემულობაში, რომ უკვე განყოფილებაში ვერ გადაყავს. ვერც ისეთ ადგილში ვერ გადაყავს, სადაც
ბევრი ხალხია, მაგრამ დაკავებული ყავს ადამიანი მეტროს სადგურში, სადაც არაერთი მოწმე არის. აიღეს და რევაზ კიკნაძე პროკურორს რომ განჩინების ვადები გაესწორებინა, აიყვანეს ლისზე, იფიქრეს რომ იქ ადამიანების თვალში ვერ მოხვდებოდნენ. ლისზე როდესაც აიყვანეს რევაზ კიკნაძე და მათ დაახლოებით 3 საათი ჰქონდათ, ვფიქრობ გასართობათაც კი ეს ადამიანი აწამეს. და წამება გამოიხატა რაში? ეუბნებოდნენ იმას, რომ გარდა იმისა, რომ თავში წამოარტყეს და ფიზიკურად იყო მოქმედებები, გარდა ამისა ჩვენ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მექანიზმები ვნახეთ. ეს იყო ეუბნებოდნენ, რომ ცოცხლად დაგმარხავთ. კონკრეტული პოლიტიკოსების სახელებს და გვარებს ეუბნებოდნენ, რომ ეს ადამიანები დაასახელე, წინააღმდეგ შემთხვევაში აქედან ვერ წახვალ. რა თქმა უნდა, რევაზ კიკნაძე ვერ გატეხეს და საზოგადოება იცნობს ამ ბიჭს ტელევიზიის და მედიის საშუალებით ამ ბიჭის გატეხვა არ იქნებოდა ადვილი. ამ ყველაფერმა ვერ იმოქმედა, მაგრამ ამ ადამიანზე რეალურად ტრამვა ხომ განიცადა და ჩვენ ვიმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აი, დაუშვათ რევაზ კიკნაძე იტყუება, დაუშვათ. მისი ადვოკატი ოგუჯა ოსჯანიშვილიც დაუშვათ იტყუება. შენ გაქვს არაჩვეულებრივი მექანიზმი, შეგიძლია დაუნიშნო მას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელსაც იყენებენ არაერთ დანაშაულებზე და ფსიქოლოგიური ექსპერტები ნახოთ, რას იტყვის ამ ადამიანმა ამ პერიოდში განიცადა თუ არა ტანჯვა, ხო? რეალურად ეს ყველაფერი რომ სიმართლე არის, ამან განაპირობა ის, რომ ეხლა ივნისის თვე არის, დეკემბრიდან ჩვენ ვითხოვდით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაენიშნა ექსპერტიზა აღნიშნულთან დაკავშირებით და არაფერი არ გაუკეთებიათ, იცით რატომ? იმიტომ რომ მათ პასუხი მოუვათ რევაზ კიკნაძემ დაკავების დროს ნამდვილად განიცადა ტანჯვა. ამაზე უარესი გარემოება კიდევ რა არის, ნახეთ. როდესაც მე ჩემს დაცვის ქვეშ ყოფს შევხვდი, მან მითხრა, რომ იყო დაკავებული მეტროში, მაგრამ ის ვერ აცნობიერებდა, რადგან იურისტი არ არის, ჯერ დამოკავს მეტროში, მე ამყვანეს ლისზე, მაგრამ ის ვერ ხვდებოდა, რომ ამაში არის ძალიან დიდი დარღვევა, იმიტომ რომ ოქმები არის გაყალბებული რეალურად. და მე მისი რომ დავიჯერე ძალიან ბევრი ღამე ვათენა იმის რომ მოწმეები მეპოვნა და ჩვენ საბედნიეროდ ვიპოვეთ მეტროს თანამშრომელი კონტროლიური ქალი, რომელიც სახელმწიფო მეტრო არის სახელმწიფო ორგანო და იქვე მუშაობს, რომელმაც განაცხადა, რომ დიახ, მე ამ დროს დავინახე, რომ ორი თანამშრომელი მივიდა, დააკავას და შეიყვანეს პოლიციის ოთახში. და ნახეთ, ძალიან საინტერესო გარემოება არის, მეტრო აღჭურვილია 360 გრადუსიანი კამერებით. პოლიციის ოთახი მეტროსი აღჭურვილია კამერებით. და მედია საშუალებით ამ ქალბატონის ვიდეოც გავიდა, რომელიც პირდაპირ ეძახის, რომ აღნიშნული მოხდა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მე კი გამოკითხე ეს ქალბატონი, მაგრამ დღემდე იმ საქმეში, სადაც რევაზ კიკნაძის წამების და არადამე მოპყრობის ფაქტებთან და დოკუმენტის გაყალბებასთან დაკავშირებით არის მოცემულობა, არ გამოუკითხავთ ეს ქალბატონი, ასევე არ ამოუღიათ კამერები და ჩვენ იურისტებმა ვიცით, რომ 112-ის კამერები, რომლებიც გზაზე ლისის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, ხო? 30-დღიანი ვადით ინახება და ელემენტარული შკოდის მიმართულება შეეძლოთ, რომ ამოეღოთ. ასევე მეტროს კამერები ინახება 30-დღიანი ვადით, აღნიშნულიც არ ამოიღეს. ეს რას ნიშნავს? ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც ევალება პოლიციის მხრიდან უკანონებების მხილება, მუშაობს პროკურატურასთან ერთად და ხელსაფარებს. უბრალოდ საბედნიეროდ ჩვენ ხანგრძლივი მუშაობით შევძელით ის, რომ ვიპოვეთ ადამიანი, ეს ადამიანი საკმაოდ ობიექტური ადამიანი ის რატო ეს რომ გამლელი მგზავრი ყოფილიყო. ვიღაც იფიქრებდა, რომ აი ვიღაცა იპოვეს თავისიანი და ეხა ის იძახის, მაგრამ ეს ადამიანი იმ დღეს იყო კონტროლიური, სმენაში იყო, დოკუმენტებით დასტურდება. უბრალოდ ამ ადამიანმა გაბედა და სიმართლე თქვა, განსხვავებით იმ პოლიციელებისგან, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ და ამ ფაქტს შეესწრო. გუჯა გამოიკვეთა ორი ნიუანსი, ხო? ერთი არის, რომ დაკავების ადგილი იყო გაყალბებული და მეორე ამ დაკავების პერიოდში, სანამ მიუვიდოდათ, ასე ვთქვათ, დადგენილება, რომლის თუ განჩინება, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო დაკავება, ვინაიდან წინსწრებით მოხდა დაკავება, მანამდე ადამიანი აიყვანეს სხვა ტერიტორიაზე, სადაც მოხდა მისი წამება. წამებას აქვს თავისი კვალიფიკაცია და შესაბამისად, ყოველ შემთხვევაში დღემდე, სანამ ბოლომდე მოხდება ამ სამსახურის გაუქმება, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აკისრია ვალდებულება, რომ მოახდინოს მისი გამოძიება, ხო? მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ამ სამსახურის ანგარიშზე არის ნულოვანი შედეგი და საერთაშორისო სანქციები, რეზოს შემთხვევაში რა მოხდა და რამდენად გვაქვს საქმე შერჩევით სამართალთან, ხო? იმიტომ რომ თუ ადამიანს ერთის მხრივ აკავებენ
უსაფუძვლოდ თუ საფუძვლიანად ეს დაუშვათ შეაფასოს მსმენელმა. ჩემი შეფასებით უსაფუძვლოდ, თუმცა აკავებენ, გადაყავთ სხვა ადგილზე, აყალბებენ დაკავების ოლქს, არ გააჩნიათ დაკავების საფუძველი თავდაპირველად, სანამ ის განჩინება გაიცემოდა, ხომ? შემდგომ აწამებენ მას, წინასწარ პატიმრობაში ყავთ გაჩერებული ადამიანი, ხო, აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და სჯიან, ანუ ერთის მხრივ ხომ არა გვაქვს ჩვენ სახეზე, რომ ადამიანებს, ისეთ ადამიანებს სჯიან კანონის სახელით, ანუ იურიდიული ინსტრუმენტებით ფუთავენ და სჯიან კანონის სახელით, რომლებიც არ მოსწონთ და რომელთა მოქმედებაც მათთვის მიუღებელია, მაგრამ მეორეს მხრივ ადამიანთა ის ჯგუფი იქნება ეს პოლიციელი, სპეცრაზმელი, რიგითი მოქალაქე თუ ტიტუშკა არის ჯება ჩადენილი დანაშაულებებისთვის. რა შემთხვევა გვაქვს აქ, რეზოს შემთხვევაში, ხომ არ არის რაიმე სასწაულმოქმედი გამონაკლისი, სადაც საგამოძიებო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შედეგი აქვს დადგენილი და რას გვეტყვი უშუალოდ შერჩევით სამართალზე. მან ნახეთ, შედეგი აქვს დადებული კი არა რევას კიკნაძე, როდესაც დააკავეს და საზოგადოებისთვის ცნობილი არის 10 დღის განმავლობაში მშრალ შიმშილობაზე იყო ახალგაზრდა ბიჭი და ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა ის, რომ კამერები ამოიღოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და დაამკითხოს და გამოძიება ჩაატაროს. ნახეთ, სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ წესით, ადამიანს არ უნდა უწევდეს, რომ იშიმშილოს იმის გამო, რომ კამერები ამოიღოს. ნახეთ, ადამიანი, რომელიც, თქვათ, სისტემა არ ენდობა და თulis რომ იტყუება. ადამიანი ითხოვს ობიექტურად რა კამერებიც არსებობს და სახელმწიფოს რაც აქვს დამონტაჟებული, აღნიშნული კამერების ამოღებას და უთითებს, რომ 30 დღეში ეს კამერები წაიშლება და მე ვიცი, რომ თქვენ ამას წაშლით და აქედან გამომდინარე მე ვითხოვ იქამდე ვიშიმშილებ, სანამ კაცი და ეს უწყება არ ამოიღებს კამერებს. ნახეთ, ადამიანი სისტემას იმ დონემდე მიყავს, რომ თავისი უდანაშაულობა რომ დაამტკიცოს, შიმშილობას იწყებს და თუ სისტემა მაგალითად რევას კიკნაძეს არ ენდობოდა, მაშინ ამოიღოთ ეს კამერები, ხო? დღეს გამორევით, ნახეთ რა მოხდა, არც კამერები არ ამოიღეს და რეალურად არც გამოძიება არ ჩატარდა ეფექტურად. მხოლოდ ფორმა ერთი იქნა აღებული, ანუ გამოძიების დაწყების აღრიცხვის გვარდი. ეს პირდაპირ რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ რევას კიკნაძე ამას, რასაც ყვება წამებასთან დაკავშირებით, აბსოლუტური სიმართლეა და ჩვენ რომ არ გვეპოვნა ის მოწმე, რომელსაც ვიპოვეთ, ხო? დღეს ესე თამამად ვერ ვისაუბრებით ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ერთი სისტემა მეორეს ყოველთვის ხელს აფარებს და ცდილობს რომ კამერები გააქროს, ხო? ჩვენ არ გვინახავს, ეხლა მე მაგალითად გარდა ამ სინდისის პატრონის არაერთ პიროვნებას ვიცავთ, რომელიც ცნობილია საზოგადოებისთვის, ჩემი სამი დაცვის ქვეშ ყოფილი, რომლებსაც ედავებოდნენ კონკრეტულ ქმედებას და ვერ დაუმტკიცეს სახლში იყვნენ ჩხრეკაზე მისულები და ამ ადამიანის სახლიდან არ უშვებდნენ და საბედნიეროდ მივუსწარი ამ ადამიანს და უთხარი რომ მე შენ დაკავებული არ ხარ და ნებისმიერ დროს შეგიძლია ეს ტერიტორია დატოვო და ასე შემდეგ, ეს ადამიანები ვერ დაიჭირეს, მაგრამ რა მოხდა? მოხდა ის, რომ ორი მათგანი სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთს დახვდნენ სახლთან, მეორეს დახვდნენ სამსახურში. ჩვენ მივიტანეთ განცხადება შევიტანეთ პოლიციაში, სისხლიანი ტანსაცმელი მივიტანეთ, გამოძიება ჩვენ თვითონ ჩავატარეთ. დღეს მდგომარეობით ეს საქმეები დევს თაროზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება თავის თანამშრომლებს, თავის თან დაახლოებულ პირებს, ტიტუშკებს მაგალითად, ხო, აძლევს მწვანე შუქს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ არასდროს არ დაიჭირდებით. მაგრამ ნახეთ, სამყაროში არის ყველაფერი ცვალებადი, რომის იმპერიაც კი დაინგრა და ამ ადამიანებს მიმართა, რომ გამოძიების ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით ვერანაირ ხელისუფლება ვერ მოგცემს გარანტიას და როდესაც არსებობს მტკიცებულებები, რომ ესეთ ქმედებებში ჩადიხართ, ადრე თუ გვიან რა თქმა უნდა სამართალი იზენებს. გუჯა, მე ასევე მინდა შევეხო ზოგადად იმ მოვლენებს, რაც ხდება დღეს თუნდაც თბილისის საქალაქო სასამართლოში. ხო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რო თავი დავანებოთ, იმიტომ რომ დღეს არა ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ იქ არაერთი ადამიანი მიდის, ბევრი ადამიანი მიდის იმისთვის, რომ დაესწროს სინდისის პატიმრების ხდომებს და ამ პროცესში ჩვენ ვხედავთ მანდატური სამსახურის მხრიდან მცირე პროვოკაციებს, რასაც მერე მოყვება ძალის გამოყენებით ადამიანების იქიდან გამოყვანა, ხო? და ამ პროცესში, ძალის გამოყენების პროცესში, როცა ადამიანები თავს იცავენ, მაგალითად დღეს დააკავეს სამართლებრივი წესით ნინო დათაშვილი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც იქ ესწრებოდა სინდისის, ცდილობდა რომ დასწრებოდა, მანდატური სამსახურმა ჯერ ხელი შეუშალა და შემდგომ ძალის გამოყენებით გამოიყვანა იქიდან. რასთან გვაქვს საქმე?
ნახეთ, ამ კითხვაზე გიპასუხებთ თვენახევრის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც ასევე ვიყავი ადვოკატი. ერთ-ერთ პირს მანდატურის მოქმედების გამო, როგორც თავად ამბობს, დაზიანებები მიიღო და მათ შორის ჰქონდა ტვინის შერყევა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ადამიანი, როდესაც კლინიკაში შედის და უთითებს, რომ დაზიანება მომაყენა ამ პიროვნებამ, პირდაპირ გამოძიება იწყება და ამ ადამიანს დაკითხვაზე იბარებენ, ან გასაუბრებას მაინც უტარებენ. იგივე მოცემულობა გვაქვს, ნახეთ, არაერთი кейსი გვაქვს, სადაც ადამიანებით შევიან იმას დაკავშირებით, რომ დაზიანებები მიადგა, თუნდაც მანდატური სამსახურის მხრიდან, კლინიკაშიც კი ხვდებიან, მაგრამ რეაგირება არის ნული. მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც აი ალბათ ნინოს кейსზე ვსაუბრობთ, მე არაერთხელ შევსწრები ვარ ძალიან ბევრ ცუდ ფაქტს ესეც, სადაც არ ხდება, ნახეთ, მანდატურს შეიძლება აქვს წესრიგის დაცვის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ვინმეზე უნდა იძალვადო, ხო? და ჩვენი წესრიგის დაცვას კი არა, რეალურად სხვა რაღაცებს ხედავთ ხოლმე. რეალურად პრობლემა ისევ ის არის, რომ სისტემა ცდილობს ადამიანები დააშინოს და ადამიანები გააჩეროს. ამის მაგალითი იყო ეს 5,000 ლარიანი ჯარიმებზე, როდესაც გადავედით, როდესაც უკვე კანონმდებლობა გამკაცრდა და ეტაპობრივად ყველა მიმართულებით ცდილობს რომ ჩაახშოს. ხო, ეხლა უკვე ეს კი რა არის სასამართლოში მხარდაჭერი ადამიანები, როდესაც მოდიან, იქ განხორციელებული ეს აგრესია. მაგალითად, ჩვენ ვიცით არაერთი შემთხვევა, როდესაც მხარდაჭერებს პროცესზეც კი არ უშვებდნენ, როდესაც სასამართლო შენობა არის ასევე ხალხის. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ნებისმიერ სახელმწიფო შენობაში შევიდეს, ხო? შესვლასაც კი უკრძალავთ. გარდა ამისა, სასამართლოს ხდომებში ღია არის ხდომები და ნებისმიერ მოქალაქე შეუძლია რომ შევიდეს და დაესწროს, ხო? და ჩვენ ხედავთ იმას, რომ პირიქით ამაში ხელი ეშლება და მე სამაგალითოდ აქტივისტების უკვე ადმინისტრაციულ დაკავებასაც კი ვხედავთ, ხო? და რამდენად სამართლებრივი პროცესია ეს და რამდენად გვაქვს სამართლებრივ პროცესთან ამ შემთხვევაში შემხებლობა. რეალურად მე ამას ვერ აღვიქვა როგორც სამართლებრივი პროცესი და მაგალითად აი, როდესაც შუამდგომლობებს ვაყენებ სასამართლოში, თქვა და არაერთ გარემოებას, მტკიცებულებათა დაუშვებლობას დაკავშირებით, მაგალითად იურისტებს ვცანებთ. მტკიცებულება არ გამეცვალა დადგენილ ვადაში, დაუშვებელია, ხო? ეს იცის პირველმა კურსელმა სტუდენტმაც კი რომ თუ დადგენილ ვადაში სისხლის სამართალი არის ვადების სამართალი, არ გადაეცვა ხარის მტკიცებულება, არის მტკიცებულება დაუშვებელი, ხო? ჩვენ ხედავთ, რომ ისეთ ელემენტარულ საკითხებშიც კი სასამართლო იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ აქ სამართალზე და საკანონით რამის განხორციელებაზე ილუზია მეტი არაფერი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ის მოსამართლეებიც, რომლებიც ხედან პროცესზე, შეიძლება მშვენივრად იციან კანონი, მაგრამ მათი გადაწყვეტილება არ არის ან კანონიერი, ან დასაბუთებული, ან სამართლიანი. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილება. და კიდევ ერთი კითხვა ისევ რეზოს საქმეს მინდა რომ დაუბრუნდე. აღკვეთი ღონისძიების ნაწილში, იმიტომ რომ ჩვენც მართლაც იურისტები ვართ და მინიმუმ ჩვენ ვიცით და მინდა რომ მსმენელმაც იცოდეს, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ეს არის უკიდურესი ფორმა, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იქნას გამოყენებული, მაგრამ ხედავთ, რომ სინდისის პატიმრებთან და მათ შორის რეზო კიკნაძესთანაც სწორედ ეს არის გამოყენებული. რამდენად იდგა ამის საჭიროება და რამდენად იყო იმის წინაპირობები, რომ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი ფორმა, ან თუ იყო იმის წინაპირობები, რომ პირიქით უფრო მსუბუქი ფორმა გამოყენებულიყო და რეზო კიკნაძე დღეს ყოფილიყო, ანუ სასამართლოზე ევლო, ასე ვთქვათ, სახლიდან. ნახეთ როგორი სიტუაცია, სანამ გადავართ იმ საკითხზე, რომ იყო თუ არა საფუძველი, მოდით შუამდგომობა განვიხილოთ, როგორ იყო პროკურორს. სამართალი და სისხლის სამართალი არის მათ შორის ინდივიდუალური სამართალი. ანუ შენ როდესაც ითხოვ პატიმრობას, უნდა დაასაბუთო მაგალითად, რატომ უნდა იყოს რევაზ კიკნაძე და სხვა პირები ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. მათი შუამდგომობა რეალურად ორგვერდიანი, სადაც ინდივიდუალური მახასიათებლები, ინდივიდუალური ქმედებები, ინდივიდუალური რისკები არ იყო ჩამოყალიბებული. ანუ ზოგადად ითხოვდნენ ყველას პატიმრობას. როდესაც კანონში პირდაპირ გვიწერია, რომ როდესაც კონკრეტული ადამიანის პატიმრობას ითხოვ, მის ინდივიდუალური საფრთხეები უნდა შეაფასო, რატომ მიიმალება მაგალითად, რატომ გაანადგურებს მტკიცებულებებს და ასე შემდეგ. დიახ. რევაზ კიკნაძის ნაწილში აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენ მქონდა ესეთი შუამდგომობაზე პასუხი. 150 მარტო თავდები ყავდა რევაზ კიკნაძეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ შეეძლოთ უზრუნველყოფა იმის, რომ რევაზ კიკნაძე გამოცხადდებოდა სასამართლოში და თუ ვინმე თვლიდა, რომ მაგალითად ახალ დანაშაულს ჩაიდენდა, რომელიც რეალურად არც არსებობდა, ამასაც უზრუნველყოფდნენ მის ქმედებას. ანუ თავდებში უდგებოდნენ ადამიანები. ეს ერთი კომპონენტი.
მეორე 199 მუხლის საფუძველზე ჩვენ ვითხოვდით რომ რევას კიკნაძეს ქონოდა ელექტრონული ზედამხედველობა, ანუ მარტივად რო ვთქვათ, სამაჯურს გაუკეთებდნენ და ასევე ვიძახით ნახეთ როგორ რაღაცას აღნიშნული პიროვნება იქნებოდა თავის საცხოვრებელ სახლში და კონკრეტული საათების განმავლობაში ის არ დატოვებდა ტერიტორიას. მას მხოლოდ ექნებოდა შესაძლებლობა დილის 10 საათიდან 6 საათამდე დასულიყო სახლიდან ამ დროის მონაკვეთში და ნახეთ თუ რაიმე ქმედება აი მიმალვას ან რამეს ცდიდა, როდესაც ჩვენ ამ მექანიზმს გამოვიყენებთ სპეციალურ ოპერატიულ ჯგუფს პირს, რომელსაც ფეხზე სამაჯური უკეთი ან ხელზე 3-დან 7 წუთამდე აქვს რეაგირების ჯგუფს მოქმედების არეალი. ანუ ეს ნიშნავს, რომ ყველაზე დიდი დრო რეაგირების ჯგუფს ჭირდება 7 წუთი, რომ ადამიანთან მივიდეს. აქედან გამომდინარე სრულიად დაუსაბუთებელი იყო რევას კიკნაძის გლდანში ყოფნა, რატო არის საჭირო, როდესაც ჩვენ ვითხოვდით მის ელექტრონულ ზედამხედველობას, ასევე გირაოს თანხას ვითხოვდით თავიდან 10,000 იყო და შემდეგ 30,000 ლარის ოდენობით და ასევე 150 ადამიანი უდგებოდა თავდებში, როდესაც ჩვენ ვიცით მკვლელობის кейსებიც კი, როდესაც ადამიანები, სახელმწიფო ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები 50,000-იანი გირაოთი გარეთ გამოდიან და ბევრი ისეთი მძიმე кейსი ვიცით. ძალადობების შემთხვევაში, როდესაც გირაოს ქვეშ სამწუხაროდ დანაშაულის ჩაუდნენ. დიახ, და აქედან გამომდინარე მოცემულობა იყო ის, რომ სახელმწიფოს ჭირდებოდა ის, რომ თავისი ძალის დემონსტრირება მოეხდინა და მათთვის მნიშვნელობა არ ქონდა კონკრეტულად ვის ჩასვავდნენ, ექნებოდა თუ არა მტკიცებულობა, მათთვის იყო საჭირო, რომ ყისიერად ვიღაცები გაიშვათ ციხეში. ეს არის მეტი არაფერი. ანუ აქაც შეიძლება ითქვას, რომ შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე და მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად რეზო არის დაზარალებული, მაგრამ დაზარალებულად ცნობა მისი არ მომხდარა და მეტიც არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ამის საპირისპირ არ მისულა შედეგებამდე, გამოძიება შეიძლება დაწყებულია და არასწორი ინფორმაცია რო არ თქვა და ამის საპირისპიროდ რეზო უკვე მერამდენე თვია არის დატყვევებული, ასე რომ ვთქვათ, ხო? თან რეზო გამოირჩევა, ძალიან უყვარს ხალხს რეზო, მისი მხნეობით, მისი ესეთი გამორჩეული ხასიათით და გამორჩეული მოწოდებებით, რომელსაც ის აკეთებს და იცავს საკუთარ თავსაც და ამ ქვეყანასაც. თვითონ როგორ განწყობაზეა? რეზოს არ შეუწყვეტია ბრძოლა, როდესაც მან დაიწყო ეს ბრძოლა და დეკემბრის დასაწყისში მიმდინარეობდა და ეხლა უკვე საფუძველი გვაქვს. მთელი ამ დროის მონაკვეთში ჩვენ ხედავთ რეზოს განცხადებებს, მოწოდებებს. ის სისტემა მიმით რომ ციხეში გაუშვა, აქაც ღონისძიების ფარგლებში ამ ეტაპზე ვერ გატეხა ეს ადამიანი და თუ ამ ადამიანის ჩემთან შეხვედრებს ერთ მოწოდებას ან ერთ ვიდეოს მაინც ნახავთ იმას, რომ ამბის არ შეუწყვეტია ბრძოლა და სახელმწიფო მის მიმართ არაერთი მექანიზმი გამოიყენა, რომ ცუდ მდგომარეობაში ყოფილიყო. მაგალითად, გადაიყვანეს კარცერში, იყო ესეთი მომენტებიც, როდესაც კარცერში ყავდათ. მაგალითად, იყო, როდესაც შიმშილობდა წაართოს ყველაფერი, ყველა ნივთი, მაგალითად, ტელევიზორი და მსგავსი ნივთები და ძალიან ცუდ პირობებში იყო. მაგრამ რევას კიკნაძის გატეხვა სისტემამ ვერ შეძლო და ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ამ ადამიანები, რომლებიც რეალურად ეხა უსამართლოდ ისჯებიან, იდეალისტები არიან და იდეას ემსახურებიან და იმის, რასაც აკეთებენ და რა მოწოდებს აკეთებენ, ჯერად და ეს არ არის სხვების დაწერილი, ეს არის მათი იდეოლოგია და მათი წმენა რეალურად და როდესაც ადამიანს მიაკეთებს იმას, რისიც ჯერა, მისი გატეხვა არ არის ესეთი ადვილი. აქედან გამომდინარე რევას კიკნაძეზე იმ გარემოებამ, რომ გახლა გლდანის მერო დაწესებულებაში იმყოფება არ იმოქმედა იმ მხრივ, რომ ან დანებდა, ან გადახა პირიქით. მისი მოწოდებები დღეს ძალიან ბევრ ადამიანს გარეთ კიდევ უფრო мотиваციას აძლევს. საკუთარ ძიმე ფაქტები აღნიშნე შიმშილობასთან დაკავშირებით, როდესაც მას წაართვეს ნივთები, გადაიყვანეს, მით უმეტეს ეს მოხდა წამების ეპიზოდის შემდგომ, როდესაც ადამიანის შეიძლება კი არა დაუცვათ ექნებოდა ის ტრავმა მიღებული, ფსიქოლოგიური ტრავმა. მე მქონდა კითხვა თუ უზრუნველყო პენტენციურმა დაწესებულებამ მისი ფსიქოლოგიური მომსახურება იგივე თუ შესთავაზა, შეიძლება რეზოს არ სჭირდებოდა, ან მან უარი თქვა, მაგრამ თუ იყო ამის შეთავაზება, მაგრამ იმდენად მძიმე ფაქტები მოყევით შიმშილობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი თუ იყო შესული, სახალხო ანუ შიმშილობის პროცესში მით უმეტეს უნდა გაუწიოს, ხომ, ასე ვთქვათ, მეთვალყურეობა, რამდენად ნორმალურად მიდის პროცესი, ხომ არ ექნება მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე და ამ ყველაფერს რომ ემატება დამატებითი ეს ნივთების ჩამორთმევა და ადამიანის გატეხვის მიზნით ეს არასასურველი რბილად რო ვთქვათ და
ნიუანსები. სახალხო დამცველთან დაკავშირებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში რაღაც ერთი ნორმალური განცხადება როგორც იქნა გააკეთეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში არ არსებობს და ამის პირდაპირ მტკიცებულებას გეტყვით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ადვოკატს არ შეუძლია შაბათ-კვირას ციხეზე შესვლა. დანარჩენ დროს ჩვენ შეგვიძლია რომ შევიდეთ. იყო შემთხვევა, ჩემი ერთ-ერთი დაცვის ქვეშ ყოფი, კერძოდ ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელსაც ფიზიკურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ციხიდან დამირეკა და მაცნობა, რომ ვის იმყოფებოდა ძალიან ცუდად და ჭირდებოდა კონკრეტული მომსახურებების გაწევა, რაც არ ეწეოდა ამ ადამიანს. ჩვენ დავრეკეთ სახალხო დამცველთან, იმიტომ რომ შაბათ-კვირას მე პირადად კანონიდან გამომდინარე ვერ შევიდოდი. მოვითხოვეთ შესვლა სახალხო დამცველის, ეს იყო კვირა დღესთან დაკავშირებით, რომ კვირა დღეს შესულიყვნენ ეს ადამიანები და როგორც მე დღემდე მაქვს ინფორმაცია, სახალხო დამცველის ინსტიტუტი არ შესულა პირთან, რომელიც ციხიდან რეკავს და ითხოვს შველას. ეს ინფორმაცია მაქვს მე ჩემი დაცვის ქვეშ ყოფისგან, რომ ისინი მასთან არ შევიდნენ და აღსანიშნავი გარემოება არის ის, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან დაკავშირებითაც იყო რიგი დარღვევები მის кейსთან დაკავშირებით და კი, ნიკოლოზის შემთხვევაზე ჩვენ არ გვისაუბრია და ერთ-ერთ გადაცემაში აუცილებლად მოგიწევთ, რომ უფრო გავშალოთ. ისიც იმდენად ცუდად იყო იმ პერიოდში, რომ სჭირდებოდა ეს შეშლა და არ მომხდარა. ასევე მე ვიცავ ადმინისტრაციულ кейსებთან დაკავშირებით, ვიცავდი სხვადასხვა პირებს, სადაც სახალხო დამცველის რეაგირება, მე მაგალითად ერთ-ერთ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი, მითხოვდა სახალხო დამცველს, რომელსაც დაუფიქსირა, რომ დაზიანებები მიაყენეს, დაკავების დროს აჩვენა ეს დაზიანებებიც, მაგრამ დღემდე რეაგირება არაფერი არ მომხდარა, არც სტატისტიკურად ჩვენ არ გვინახავს რაიმე რეაგირება და არც ამის გაგრძელება არ გვინახავს. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველის მოქმედებები ჩემს დაცვის ქვეშ ყოფებთან დაკავშირებით წმინდა ფორმალურიც კი არ ყოფილა რიგ შემთხვევებში. რომ დავუბრუნდეთ სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა და ჩვენ ნელ-ნელა ვეგუებით იმ მოცემულობას, როდესაც არც ერთი სამართლებრივი ინსტიტუტი თავის საქმეს არ აკეთებს, არ ასრულებს. სწორედ ამიტომ ყარდება უკვე ავტოკრატია ქვეყანაში და ამას ვეგუებით და თითქოს ჩვეულებრივ მოცემულობად ვიღებთ. კი, რა თქმა უნდა, ვართ ადამიანები და არც თუ ცოტა ადამიანი, ვინც ვიბრძვით, თუმცა ჩვენთვისაც კი მოცემულობად არის მიღებული, რომ სახალხო დამცველმა შეიძლება რეაგირება არ მოახდინოს და თავის კომპეტენციის ფარგლებში არ იმოქმედოს, რაც ძალიან ცუდია. თუმცა აქვე მნიშვნელოვანია, შენც აღნიშნე ერთ-ერთი კითხვის დროს და აქვე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს, ვინც დღეს თავის ვალდებულებას არ ასრულებს, ან აჭარბებს თავის ვალდებულებას, უნდა ესმოდეს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა შეიძლება დადგეს და დადგება აუცილებლად, როცა ცვლილებები მოვა. ყველა იმ პირის, ვინც ობიექტური გამოძიების, რეალურად ობიექტური გამოძიების ფარგლებში გამოვლინდება, რომ ან რამეს აშავებდა, ან თავისი უმოქმედობით ჩადიოდა დანაშაულს და ამიტომ უნდა მოეგოს გონს ალბათ ყველა ეს ადამიანი და უნდა იცოდეს, ამ ასეთ მნიშვნელოვან დროს, რამდენად დიდი შეიძლება იყოს ერთის მხრივ მისი როლი ამ ყველაფრის დასრულებაში და სამართლებრივი სახელმწიფოს დაბრუნებაში და მეორე, რა პასუხისგებლობა შეიძლება დაუდგეს მას, როდესაც ეს ყველაფერი შეიძლება, თუ კი ობიექტური გამოძიება ამ კონკრეტული ადამიანების ბრალეულობას დაადგენს. ხო, იგივე ეხება ალბათ სასამართლოსაც. აი, მე მინდა შენთან ერთად გავშალო იგივე აი სტანდარტები, სასამართლო გადაწყვეტილების სტანდარტები. ვიცით, ჩვენ მოქმედი ადვოკატები ვართ და სანამ დაიწყებოდა ეს შემთხვევები, მანამდეც არაერთ საქმეში ვიყავით, ხო? როგორი განსხვავებული მიდგომით უდგება თუნდაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ის რაც მანამდე იყო დადგენილი და ადამიანის უფლებათა სტანდარტით დაცული, დღეს ესე აღარ არის და აღარანაირი სტანდარტი არ არსებობს. იგივე სისხლის სამართალთან მიმართებით, ხო? თავისივე მიღებულ სასამართლო პრაქტიკას ეწინააღმდეგებიან ისეთ სტანდარტებს ამკვიდრებელ გაუარესებულს და თითოეულ მოსამართლესაც უნდა ესმოდეს, რომ შედგება აუცილებლად კომისია, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს შინაარსობრივად თავის მტკიცებულებებზე დაყრდნობით აუცილებლად გამოიკვლევს, შეისწავლის და შესაბამისი შედეგებიც ამას მოყვება, ეს იქნება სასამართლო რეფორმის ფარგლებში თუ მის მიღმა. და ბოლო კითხვა რაც მექნება გუჯა შენთან მოწმეებთან დაკავშირებით. არაერთი მოწმე უკვე იქნა გამოკითხული და არაერთი მოწმე სავარაუდოდ კიდევ იქნება. რომელიმე მათგანის ჩვენება თუ არის შენთვის როგორც ადვოკატისთვის სანდო? რეალურად სანდო და აი ესე რომ თანმიმდევრულია და არ ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ფაქტებს თუ თავის ნათქვამს. ვიცით რა არის? მე არ შემიძლია იმ პოლიციელებს არ ვენდო, რომლებიც იცახიან, რომ რეალად არაფერი არ დაუნახავთ. იმიტომ რომ რეალად ის ადამიანები ვერ ბედავენ იმის თქმას, რომ
ეს მოქმედებები შეიძლება იქ საერთოდ არ განხორციელებულიყო და ცრუ მოწმეები არის. დღეს სასამართლოზე მოდიან პოლიციელები, რომლებიც იძახიან, რომ ვერ დაინახეს ვინ ესროლა, ვერ დაინახეს ვინ იდგა მის გვერდზე და ეს ადამიანები ნახეთ საერთოდ რას იძახიან, მე არ ვიცი ვინ იყო ჩემი უფროსი იმ დროს, მე არ ვიცი ჩემი ქვედანაყოფიდან რამდენი ადამიანი იყო, მე არ შემიძლია ჩემი უფროსის სახელი და გვარის დასახელება. ერთ-ერთმა მოწმემ საერთოდ ის რამე თქვა, ჩემი ოჯახის წევრი იყო მოსული, რომელმაც დასასრულიც აიღო, სისხლის დასასრულზე საუბარი და თავისი ოჯახის წევრის სახელი და გვარიც ვერ გვითხრა. და ნახეთ, მე ამ ადამიანების ჩვენებების მჯერა, ოღონდ იცით რა ნაწილში მჯერა? იმ ნაწილში, რომ ეს ყველაფერი ვერ ეცოდინებოდ, იმიტომ რომ მათი ნაწილი იქ საერთოდ არც კი ყოფილა და უწევთ ცრუ ჩვენებების მიცემა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები რომ მოდიან სასამართლოში და იბნევიან, უწინააღმდეგობაში მოდიან ფურცელზე დაწერილ ფაქტებთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ადამიანები მათი ზემდგომებისგან თუ უფრო ზემდგომებისგან იძულებული არიან, რომ ეს ყველაფერი ისაუბრონ, თორე ნახეთ, როგორ შეიძლება პოლიციელმა არ იცოდეს, ნახე უფროსის სახელს და გვარს თავი დავანებოთ, ხო? შენი მეწყვილის სახელი და გვარი როგორ შეიძლება არ იცოდე, რომელთან ერთად 4 წელია მუშაობ მინიმუმ, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი იციან, რომ ადრე თუ გვიან ამ ტყუილისთვის მათ მოუწევთ პასუხისგება და კიდევ სხვების ჩარევა და ჩათრევა არ სურთ ამ ყველაფერში და მეორე ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ძალიან ბევრი რამ აქვს დასამალი. ჩვენ ტელევიზიას ვუყურებთ და ვიცით, როგორ ძალადობდნენ მოქალაქეებს. ყველა მათგანი, რომელიც მოდის და იძახს, რომ ჩვენ ხედავდით, როგორ ძალადობდნენ სპეცრაზმელებზე და ასე შემდეგ, მე ჯერ არ მინახავს მოწმე, რომელიც გაბედავს და იტყვის, რომ აი იცით, მე ერთ-ერთ არხზე შევესწარი, თუ ჩემი თვალით ვერ ვნახე, მოქალაქეებზეც რომ ძალადობდნენ. ანუ რეალურად ტყუილის ისეთ მასშტაბზე არიან ასულები, რომ სპეცრაზმელები გამოყვანილი არიან მსხვერპლად და ჩვენ ყველა მინიმუმ ერთი კადრი მაინც ვნახეთ ტელევიზიით, როდესაც მოქალაქეს რომელიც ირსებდა, წიხს როგორ ურტყავდა ბურთებით 500-ზე მეტი ნაწამები ადამიანი ყავს, რომლებიც დაჭერის მერე აწამეს და ეს ადამიანები თავად მიუთითებენ და არა მარტო მათ ნათქვამს რომ თავი დავანებოთ, მათზე არსებული სხეულზე დატოვებული წამების კვალი მიუთითებს, რომ ნამდვილად ნაწამები იყვნენ თან დაკავების შემდგომ. არც ერთ შემთხვევაში არ არის დამდგარი შედეგი და ეს არის სწორედ ის შერჩევითი სამართალი, რაზეც არაერთი საუბარი. მე ვიცავდი მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო ადამიანი ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომელსაც ორივე თვალი დალურჯებული ქონდა, ცხვირი გატეხილი ქონდა და პროცესზე მოსამართლეს, აი შეხედეთ თქო, ნახეთ, მოსამართლეს ვეუბნები, რომ ხო არ შეიძლება არ გჯეროთ, აი ამ ადამიანს აქვს ესეთი დაზიანებები და გამოძიება დაიწყეთ წამებასთან დაკავშირებით, ან მინიმუმ არა ადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, რეალურად აქაც არანაირი შედეგი არაა დამდგარი და ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან ყველა ვარიანტი შეიცვლება და მე არ ვიცი იმ ცრუ მოწმეებმა, იმ ვითომ პოლიციელებმა ჩვენ კი არა საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს როგორ უნდა ჩახენონ თვალებში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დოკუმენტირებულად არსებობს. კი, დოკუმენტირებულად არსებობს, გარდა იმისა, რომ ყველა ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ვინახავთ იმ დოკუმენტებს, რომელიც საქმეს ჩვენს ხელში იყო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის ჩვენს კოალიციაშიც ხდება რიგი საბუთების დოკუმენტირება, შენახვა და მინიმუმ სასამართლოს არქივებში არის ხო ეს აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და ასე შემდგომ. ძალიან დიდი მადლობა გუჯა სტუმრობისთვის. ჩვენი გადაცემის მიზანს წარმოადგენს იმ უსამართლობის ადამიანებამდე მიტანა, რაც სასამართლოში ხდება და თუ კი ადამიანები ჩათვლიან, რომ რაღაცა შეიძლება ჩვენ ცოტა მეც ვამბობთ, ან რაღაცას ვაბუქებთ, ასე ვთქვათ, თითოეულ მათგან შეუძლია მოვიდეს ყოველ დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სანამ ეს პროცესები მიმდინარეობს და საკუთარი თვალით ნახოს თუ რა ხდება რეალურად სასამართლოში და რამდენად კიდე შელამაზებულად, ანუ შერბილებულად საუბრობთ ჩვენ აქვს იმ პრობლემებზე, რასაც ვაწყდებით როგორც სასამართლოს დარბაზებში, ასევე დერეფნებში და სასამართლოს ეზოში, სადაც მინდა გითხრათ, რომ იყო პრეცედენტი, როდესაც მე პირადად როგორც ადვოკატი საერთოდ სასამართლოს ეზოში არ შემიშვეს, მაშინ როდესაც მე მქონდა იქ პროფესიული საქმიანობის შესასრულებელი. მადლობა მოკლედ, იმედი მაქვს, რომ მომავალ გადაცემებში პრინციპში ესე სწრაფად ვერ მოხდება, მაგრამ მომავალ გადაცემებში შეგხვდებით უკვე სხვა პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების შემთხვევების გასაშლელად. დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ყოველ პარასკევს 4 საათზე უკვე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემის უსამართლო სასამართლო.